ჩვენ ვიწყებთ საუბარს პრეჯუდისის შესახებ. თქვენ სლაიდზე ხედავთ განმარტებებს, რომლებიც ჩვენ დაგვჭირდება დღევანდელ ლექციაში. პირველი ყოვლისა ეს არის პრეჯუდისის განმარტება, როგორც ხედავთ, პრეჯუდისი არის ნეგატიური სოციალური განწყობა კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენელთა მიმართ, როდესაც გარკვეულ სოციალურ ჯგუფს უკავშირდება ნეგატიური დამოკიდებულება მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ადამიანები ამ სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები არიან, რომ ეს სწორედ ეს სოციალური ჯგუფია. მაგალითად, რასიზმი და სექსიზმი არის პრეჯუდისის გამოვლინების ყველაზე ტიპიური სახეები. რასიზმი გულისხმობს, ეს არის გახლავთ რა თქმა უნდა პრეჯუდისი და გულისხმობს უარყოფით ნეგატიურ ატიტუდს გარკვეული რასის წარმომადგენელთა მიმართ და საზოგადოებრივ გარკვეული რასის მიმართ. ხოლო სექსიზმი ასევე პრეჯუდისია და მიმართულია გარკვეული სქესის წარმომადგენელთა მიმართ. აქვე არის კიდევ ორი ტერმინი წარმოდგენილი, დისკრიმინაცია, ეს გახლავთ ამოქმედებული პრეჯუდისი, ამოქმედებული სოციალური განწყობა, ისევ და ისევ კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენელთა მიმართ. ბუნებრივი ეგ სადაც არის პრეჯუდისი, არის ტენდენციაც დისკრიმინაციისადმი. ანუ, როდესაც სახეზეა ვთქვათ რასიზმი, ის გულისხმობს არა მხოლოდ ვთქვათ ნეგატიურ დამოკიდებულებას გარკვეული რასის წარმომადგენელთა მიმართ, არამედ გულისხმობს მიდრეკილებასაც ამ რასის წარმომადგენელთა დისკრიმინაციისადმი, ანუ ნეგატიური ქმედებისადმი მათ წინააღმდეგ მიმართული ნეგატიური ქმედებისადმი. შემდეგი ტერმინი გახლავთ სტერეოტიპი. ეს არის გარკვეულ ჯგუფთან დაკავშირებული, განზოგადებული და ფიქსირებული შეხედულება, როგორც ჩვენ ვნახავთ, პრეჯუდისი ეფუძნება გარკვეულ სტერეოტიპებს, ის გულისხმობს სტერეოტიპულ აზროვნებას. გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე. პრეჯუდისი ცრურწმენა გახლავთ, აქ არის კიდევ და კიდევ ტერმინები წარმოდგენილი, პრეჯუდისი, ცრურწმენა, სტერეოტიპული აზროვნება, რასიზმი, სექსიზმი. ეს ტერმინები ერთი კატეგორიის მოვლენებს აღნიშნავს. გორდონ ოლპორტი თავის ნაშრომში ცრურწმენათა ბუნება ასე განმარტავს პრეჯუდისს. პრეჯუდისი არის ანტიპათია, რომელიც ეფუძნება მცდარ და ხისტ განზოგადებას. ცრურწმენა არის ატიტუდი, ანუ გარკვეულ ქცევებსა და შეხედულებებთან დაკავშირებული გრძნობები და მიდრეკილებები. პრეჯუდისი მოიცავს, ვინაიდან პრეჯუდისი არის სოციალური განწყობა, ისევ როგორც ყველა სახის სხვა სოციალური განწყობა, ის მოიცავს გრძნობებს, მოიცავს შეხედულებებს და ქცევისადმი მიდრეკილებას. ანუ აქვს აფექტურ გრძნობითი კომპონენტი გააჩნია კოგნიტური კომპონენტი და ასევე ტენდენცია შესაბამისი აი ამ გრძნობებისა და შეხედულებების შესაბამის ქცევისადმი მიდრეკილება. მაგალითად, კონკრეტული მაგალითი რომ ავიღოთ, ცრურწმენის შემთხვევაში ადამიანს არ უყვარს ის, ვინც მისგან განსხვავდება. ახდენს მათ დისკრიმინაციას, ეს უკვე იქნება მაშ ქცევა, ხომ მართალია, ახდენს მათ დისკრიმინაციას, ვინც მათგან განსხვავდება და მიიჩნევს, რომ ეს ადამიანები, მისგან განსხვავებული ადამიანები არიან სახიფათონი და საშიშნი. ანუ სახეზე არის პირველ რიგში ემოციური კომპონენტი სოციალური ქცევის, არ უყვარს განსხვავებული ადამიანები, არის ქსენოფობია, ასე ვთქვათ, თავად, პრეჯუდისით, ასე ვთქვათ, შეპყრობილი ადამიანი, რომელსაც ახასიათებს პრეჯუდისი, რა თქმა უნდა, არის ქსენოფობი, აქვს უცხოს შიში, ვინც მისგან განსხვავდება, ის არ მოსწონს და არ უყვარს, ის სახეზეა პრეჯუდისის როგორც სოციალური განწყობის აფექტური კომპონენტი, მათ მიმართ ახორციელებს დისკრიმინაციას, სახეზეა პრეჯუდისის როგორც სოციალური ქცევითი კომპონენტი და ასეთ მისგან განსხვავებულ ადამიანებს აღიქვავს როგორც საშიშს და სახიფათოს, აქ უკვე სახეზე არის სოციალური განწყობის ან პრეჯუდისის კოგნიტური კომპონენტი. პრეჯუდისთან დაკავშირებული ნეგატიური შეფასებები შეიძლება უკავშირდებოდეს ემოციონალურ ასოციაციებს. ანუ ადამიანს ჰქონდეს თავის
პირად ბიოგრაფიაში ისეთი შემთხვევები, ისეთი ეპიზოდები, რომლებიც მართლაც იყოს რაღაც უარყოფით ნეგატიურ განცდებთან დაკავშირებული. Თქვათ, თუ სახეზე არის მაგალითად რასიზმი, შეიძლება თქვათ ადამიანი, რომელსაც ახასიათებს ეს პრეჯუდისი, ჰქონდეს უარყოფითი გამოცდილება ამ რასასთან დაკავშირებით. Თქვათ, ამ რასის წარმომადგენელმა მას გახაც გარკვეული ზიანი მიაყენა. ეს ერთი თქვათ გზა იმისა თუ თქვათ როგორ ყალიბდება პრეჯუდისი. Გარდა ამისა, შეიძლება პრეჯუდისთან დაკავშირებული ნეგატიური შეფასება წარმოადგენდეს სხვას არაფერს თუ არა ქცევის გამართლების სურვილს, საკუთარი ქცევის გამართლების სურვილს. როდესაც დისკრიმინაცია ამ შემთხვევაში ფაქტობრივად წინ უსწრებს გარკვეული განსხვავებული სოციალური ჯგუფის შეფასებას და წინწრები არის ვიმეორებ ქცევა და შემდგომ ხდება შეფასება. ანუ დისკრიმინაცია წინ უსწრებს ნეგატიურ შეფასებას და ასევე პრეჯუდისთან დაკავშირებული ნეგატიური შეფასებები შეიძლება უკავშირდებოდეს საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს. მე მინდა მოვიყვანო ასეთი სტერეოტიპების მაგალითები. მაგალითად, რომ თქოთ, ყველა ფრანგი თავქარიანია, ინგლისელი ჩაკეტილია და ასე შემდეგ. ჩამონათვალი შორს წაგვიყვანდა, როდესაც თქოთ, ჩვენი გამოცდილებით კი არ მივდივართ ასეთ დასკვნამდე, იმიტომ რომ შეიძლება გამოცდილება უფრო მეტი სრულად საპირისპიროს გვიჩვენებდეს. სრულად საწინააღმდეგოში გვარწმუნებდეს. ეს არის თქოთ საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპები. რა თქმა უნდა, სტერეოტიპი და სტერეოტიპული აზროვნება ნიშნავს განზოგადებას. ერთი შემთხვევის ან შემთხვევათა განზოგადებას. და ის საინტერესო, როდის ხდება სტერეოტიპი პრობლემური. ყოველთვის რა თქმა უნდა, ეს პრობლემური არ არის, მაგრამ როდესაც სტერეოტიპი ასახავს ჭარბ განზოგადებას, ის უკვე პრობლემად იქცევა, ან როდესაც სრულიად მცდარია.